და პირველადი პროექტი, ჩვენ ვიცით რომ ეს პროექტი იცვლება, იმიტომ რომ ეხაც მიმდინარეობს ამ წუთში განხილვა საქართველოს პარლამენტში. პირველადი პროექტი გულისხმობდა ძალიან ფართო მასშტაბიან ამინისტიას, ძალიან მასშტაბურს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე ძირითადი კითხვა, ანუ შენიშვნაზე უფრო მეტად გვქონდა კითხვები, იმიტომ რომ ვფიქრობდით რომ საკმარისი ინფორმაცია არ იყო წარმოდგენილი. პირველ რიგში ჩვენ არ ვიცოდით რამდენ პატიმარს შეეხებოდა ეს ამინისტია. იყო დასახელებული ციფრი 1000 თუ 1500, მაგრამ მიგვაჩნია რომ ეს არ იყო რეალური ციფრი და ბევრად უფრო მეტს გულისხმობდა და ბევრად უფრო მეტი პირი მოხდებოდა პირველად ვერსიაში. მხოლოდ პირობით, ასე ვთქვათ, მხოლოდ ის პირები, ვინც არიან პრობაციონერები, მათი რიცხვი არის დაახლოებით 30000-ზე მეტი და კიდევ მსჯავრდებულები ვიცით რომ კიდევ ბევრი იყო ამის გარდა. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში გვინდოდა რომ გწოდნოდა ზუსტად ციფრი, ანუ რამდენი ადამიანის გათავისუფლება მოხდებოდა ამინისტიის პროექტის თანახმად. ეს ერთი და მეორე რომ ჩვენთვის ასევე საინტერესო იყო როგორ მოხდა მუხლების შერჩევა, იმიტომ რომ მუხლებს შორის იყო ისეთი დანაშაულებიც, რომელიც არის მიმართული ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის წინააღმდეგ, მათ შორის იყო ძალიან მძიმე მუხლები, როგორც არის ყაჩაღობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს, ასევე გასათვალისწინებელი არის რომ უმესამედდება ყველას, ანუ ამინისტიის პირველადი პროექტის მიხედვით სასჯელი გაუმესამედდება ყველა მსჯავრდებულს, მაგრამ ამის გარდა კიდევ ვიღაცებს გაუნახებდებათ ხოლმე ზოგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. ამიტომ ჩვენთვის იყო საინტერესო რომ ზუსტი ინფორმაცია გქონოდა, ზუსტად ვის ეხებოდა, როგორ მოხდა მუხლების შერჩევა და ასევე თუ ქონდა სახელმწიფოს შესაძლებლობა და მექანიზმები და ბერკეტები, რომ აი ამ ამინისტიის ფართო მასშტაბიანი ამინისტიის შემდეგ არ გაზრდილიყო კრიმინალი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფოს უნდა შეძლოს რომ მართოს პროცესები მას შემდეგ, რაც ამდენი, ვთქვათ, ათასობით მსჯავრდებული დატოვებს სასჯელ ახსნებით დაწესებულებებს. რა თქმა უნდა, ამინისტიას მივესალმებით და საჭიროებას ვხედავთ, მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოება საზოგადოების უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ეს იყო ჩვენი კითხვები. მე როგორც ხვდები, აღმასრულებელი ხელისუფლებას აქვს იგივე პოზიცია, რაც ჩვენ გვქონდა და გამოითქვა დაახლოებით იგივე შენიშვნები, რაც ჩვენ გამოვთქვით და იგივე კითხვები დაისვა. ამიტომ ეხლა უნდა ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე უშუალოდ პარლამენტი და როგორ ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით პირველადი ვერსია ძალიან ფართო იყო, მაგრამ ფაქტია რომ პირველადი ვერსია ვერ გავა და იქნება რაღაცა სხვა ვერსიას მივიღებთ. ბატონო, კონკრეტული წინადადებები თუ გაქვთ მუხლებთან დაკავშირებით და ჩამგვითხარით რომელ მუხლებზეა საუბარი. დიახ. პროექტის ის ვარიანტი, პირველადი ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა იმ პარტიებს, რომელსაც ეკუთვნით, რომ ამ პროექტის მიხედვით გათავისუფლდეს, არის ჩამოყალიბებული შემდეგნაირად, რომ 0-დან 5 წლამდე, ანუ ნაკლებად მძიმე დანაშაულთან დაკავშირებულ ადამიანებს ეხება ამინისტირება. დანარჩენებთან მიმართებაში ეს თუ არ ვწდები, მეოთხე მუხლია საუბარია, რომ უნდა გაუნახავდეთ. ანუ თქვენ თვლით, რომ ნაკლებად მსუბუქ დანაშაულთანებთან დაკავშირებით უნდა იყოს დიფერენცირება და არ შეიძლება ყველას შეეხოს. ანუ ნაკლებად მძიმებთან დაკავშირებით გაქვთ შენიშვნები რომ არა, ეს ასე კი ბატონო, ეს იყო მხოლოდ ერთი პუნქტი. ანუ ბევრი პუნქტი არის, ბევრ მსჯავრდებულს ეხება. ანუ ყველას, ვისაც აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩადენილი, ყველას, ვისაც აქვს გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ყველა, ვინც არის პრობაციონერი, ყველას, ანუ სახელმწიფო იხსნის ყველანაირ კომუნიკაციას და კონტროლს ამ პირებთან და მე გითხარით რომ 30000 პირზე მეტი არის, ყველა ან ძალიან ეს მუხლები ძალიან ფრთელი ჩამონათვალი არის, რომლებსაც უნახევრდებათ და ასევე ყველას აბსოლუტურად განურჩევლად იმისა, რომელი მუხლით არის მსჯავრდებული, უმესამედდება. ამიტომ ნაკლებად მძიმეზე ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის. გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს პრობლემა, თუ ეს იყო მიმართული ჯანმრთელობის ან სიცოცხლის წინააღმდეგ, ანუ ეს შეიძლება რომ საფრთხეს შეიცავდეს. ასევე ისეთ მუხლებთან დაკავშირებით, ანუ მე ვახსენე, ისეთ მუხლებთან დაკავშირებით, როგორც არის ყაჩაღობა, ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენი პოზიცია იყო, რომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სახელმწიფომ და როგორც მინიმუმ მაგალითად იმაში უნდა დავწმუნდეთ, რომ ეს არ აისახება ძალიან ნეგატიურად მაგალითად კრიმინალის ზრდაზე. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო, რა თქმა უნდა, ამინისტიის ეს არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ ვიღაცა ეწინააღმდეგება ამინისტიას. აქ ფაქტიურად ამ ეტაპზე ჩვენი და აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაზრებები ემთხვევა ერთმანეთს, ასე გამოდის, იმიტომ რომ სწორედ იმ საფრთხების
გათვალისწინებით, რაც არის მაგალითად 10,000-ან მეტი მსჯავრდებულის ასე ვთქვათ ერთი ხელის მოსმით გათავისუფლება, ამ რისკებს უბრალოდ აწონ-დაწონვა სჭირდება და შემდეგ არის საჭირო გადაწყვეტილების მიღება. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა ყურადღების გამახვილება, ეს არის ანუ კონკრეტული მუხლები, კითხვა იყო და კონკრეტული მუხლები ჩვენ არ გვაქვს შეთავაზებული, რომელი უნდა მოხდეს ან არ უნდა მოხდეს. უბრალოდ არა, იმიტომ რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, უბრალოდ ჩვენ გვაინტერესებს თვითონ პარლამენტის მიდგომა რა იყო და რა სისტემით შეარჩიეს ის მუხლები, რომლების შერჩევაც მოხდა. ასევე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ზოგადად ხელისუფლებას აქვს ჩემი აზრით ძალიან მისასალმებელი სურვილი, რომ სამართლიანობის აღდგენა მოხდეს, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ეს არის მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ კი ბატონო, არის ამინისტია გარკვეული გზა, მაგრამ არ შეიძლება რომ წავიდეთ ასე ვთქვათ მუდმივად შაბლონური მიდგომებით. ანუ თუ კი სამართლიანობის აღდგენის სურვილი გვაქვს, ეს უნდა მოხდეს ინდივიდუალურ საქმებთან მიმართებით. ამის გამოცდილება გააჩნია მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებს, ბრიტანეთს, კანადას და ასე შემდგომ. არსებობს კომისიები, რომლებიც სწავლობს ყველა საქმეს, რომელშიც იყოს სერიოზული სამართლებრივი დარღვევები. თუ კი ადამიანი არის უკანონოდ მსჯავრდებული, მიუხედავად იმისა, ის არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი ან პოლიტიკური დევნილი, მას აქვს უფლება რომ მისი საქმე გადაიხედოს და ჩვენ არ უნდა გამოვყოთ, ანუ გამოვა რომ ეს ადამიანები, ვის მიმართაც იყო მაგალითად უკანონო მსჯავრდებები, თუ კი ასეთი მიდგომა იქნება, რომ მხოლოდ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და მხოლოდ ამინისტიის გათვალისწინებული პირები გათავისუფლდებიან, ასეთი ადამიანების მიმართ იქნება გარკვეულწილად უსამართლო მიდგომა, იმიტომ რომ დიდი შანსი არის, რომ ბევრი ასეთი ადამიანი კვლავაც დასჯეს მსჯავრდებული და მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენა არ მოხდეს. ამიტომ ეს პროცესი, სამართლიანობის აღდგენის პროცესი არის საკმაოდ რთული, გარკვეულწილად ხანგრძლივიც, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინდივიდუალური მიდგომა არის აუცილებელი იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს სამართლიანობის აღდგენა. ამინისტია გარკვეულწილად გამოსავალი არის, მაგრამ ეს არის უფრო ისეთი ვთქვათ, სწრაფი, მაგრამ არა ბოლომდე სამართლიანი მიდგომა, იმიტომ რომ ეს გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია პირები, რომლებსაც ნაკლებად ეკუთვნით გათავისუფლება გათავისუფლდნენ, ხოლო ვისაც უფრო მეტად ეკუთვნის, ისინი მაინც დარჩნენ სასჯელ ახსრუებით დაწესებულებებში. თუ ინდივიდუალური მიდგომა არ იქნება, ასეთი რისკები მაინც დარჩება. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს, რომ კონდეს გამოიჩინოს ასეთი ინდივიდუალური მიდგომები. ეს არის ძალიან შრომატევადი და რთული პროცესი, მაგრამ დემოკრატიულ საზოგადოებებში ეს ხდება ასე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ამ გზით წავიდოს სახელმწიფო. რთული არ არის, ძალიან მარტივი არ არის, ძალიან რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. არა, ამას არ გულისხმობ, პოლიტპატიმრებთან მიმართებით არის ცალკე პრობლემა. ადამიანებმა, რომლებიც არიან წლებია უკვე არიან პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულები, მათ შორის რატიშვილი და ასევე რამდენიმე სხვა პირი, იმის გამო, რომ ძალიან ზედაპირული ფორმით მიუდგა საქართველოს პარლამენტი და სამწუხარო სამუშაო ჯგუფიც, რომელიც იხილავდა ამ საკითხებს, მათ უბრალოდ არ ისურვეს იმ სიაში ჩაჯდომა, სადაც არიან გარკვეული საეჭვო პირები, ანუ პირები, რომელთა პოლიტიკური ნიშნით დაკავება ან დევნა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ იმ პატიმრებმა, რომლებიც ნამდვილად არიან პოლიტიკური და იყვნენ წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულები, უბრალოდ შეურაცხყოფად მიიღეს, ასე ვთქვათ, მე ესეთი განცდა დამრჩა აი ამ პროცესში მათი გვარების იმ დაგვარად მოხსენება, როგორც იყო მოხსენიებული და მათ ითხოვეს, რომ მათი საქმეები იყოს ცალკე გატანილი. ანუ პოლიტპატიმრების თემა არის ცალკე თემა, პოლიტპატიმრებს მაინც მიუდგა პარლამენტი ინდივიდუალურად, უბრალოდ აქ ხარისხის პრობლემა იყო, რამდენად ხარისხიანად მოხდა საქმეების შესწავლა, მაგრამ ინდივიდუალურად მიუდგა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ პოლიტპატიმრებს, არამედ ნებისმიერ პირს, რომელის მიმართაც იყო უკანონო მსჯავრი თავის დროზე და უკანონოდ მიეცნენ პასუხისგებაში, აქვთ ასევე უფლება, რომ მათი საქმეები გადაიხედოს და მიიღონ კომპენსაცია. გავთხოვთ. არის ისეთი პირები ამ პოლიტპატიმრაციაში, რომლებიც არ უნდა იყვნენ, თქვენმა წარმომადგენელმა გაკეთეს განცხადება, რომ პრეტენზიებიც შემოგმართეთ რამდენიმე მოქალაქე ამასთან დაკავშირებით. ეს როცა ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ნანა კაკაბაძეს, ასევე ეკაბესილიას ისინი თხოვენ კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებას, ვიზი არის საუბარი. იქნებ დააკონკრეტოთ ვინ არიან ის ადამიანები, ის პოლიტპატიმრაციაში არ უნდა იყვნენ და მოხდნენ. ან როგორ ფიქრობთ, რა ნიშნით მოხდნენ ისინი და ვისი დამსახურება ეს, რომ
კი ბატონო, ანუ ჩვენ პირველ რიგში ჩვენ იმიტომ არ დაგვიტოვებია კომისია, რომ ზუსტად მაგალითად რამდენიმე ადამიანი იყო, რომლის ყოფნასაც ვეწინააღმდეგო. ესე არ ყოფილა პირიქით იყო სია ძალიან დიდი. ამ დიდი სიიდან მხოლოდ 50 ადამიანზე გვქონდა ჩვენ ინფორმაცია, კიდევ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს რამდენიმეზე და იყო ბევრი ადამიანი, რომელთა მიმართ იყო კითხვები და ვინაიდან ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც იხილებოდა ეს საქმეები, ჩვენ მივიღეთ სამუშაო ჯგუფის დატოვების გადაწყვეტილება. გუშინ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია ქალბატონ ბესელიას უსმენდი ამბობდა რომ თითქოს ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას თითქოს ჩვენ არავინ არ გვთხოვდა მთლიანი სიის ხელმოწერას და თითქოს ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ საქმეებზე რომლებზეც ჩვენ გვაქვს ნამუშევარი რაც არასწორია მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დავტოვეთ სამუშაო ჯგუფი ჩვენ მივედით კომიტეტზე და ჩვენი საქმეები დავიცავით და წარვადგინეთ იქ ინფორმაცია ამის შემდეგ უკვე რაც ჩვენ დავტოვეთ იმიტომ რომ პროცესი მიდიოდა არასწორად გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი რომელიც ასე ვთქვათ ძალიან სერიოზულად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენიმე პირის ყოფნას ამ სიაში. მე ამ ადამიანისგან არ მაქვს უფლება რომ მისი გვარი დავასახელო, ის თვითონ ჯერ კიდევ ფიქრობს, ანუ აპირებს თვითონაც საჯარო განცხადების გაკეთებას, ამიტომ მე გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ადამიანის შესახებ და მას ესაუბრნენ თვითონ ნანა კაკაბაძეც, ეკაბესელიაც ყველასთან ქონდა მას შეხვედრა და ძალიან იცით როგორი საქმეა ჩვენ ორივე მხარეს ველაპარაკეთ არის ძალიან სერიოზული კითხვები ანუ ესე მარტივად ამ საქმის ჩადება პოლიტიკურ დევნილთა სიაში მე მიმაჩნია გაუმართლებლად ამიტომ როგორც მინიმუმ ამ საქმეს წესიერი კარგი დეტალური შესწავლა ჭირდება მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი ესაუბრა ყველას კომისიის წევრებს მაინც რაღაცა გადახედვა ამ საქმის სიაში არ მომხდარა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საქმე იმიტომ რომ ამ ადამიანს მიადგა სერიოზული დაზიანება მას ესროლეს რამდენჯერმე და მიიღო ძალიან ძლიერი მძიმე ფიზიკური დაზიანება იმ ადამიანს ვინც ესროლა და ეს ჩაიდინა არც ერთი დღე არ მოუხდია სასჯელი ის იმყოფებოდა მიმალვაში და ახლა ის ჩაჯდება პოლიტიკურ დევნილთა სიაში ამიტომ მე აპრიორი გადაჭრით არაფერს არ ვამბობ მაგრამ როგორც მინიმუმ ესეთი საქმეები სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია ალბათ სწორედ ამან გამოიწვია შემდგომ რატიშვილის და სხვების ის დამსახურებული გაღიზიანება რომელიც იყო არ ვიცი მე ვერ გეტყვით მე არ მაქვს ინფორმაცია თვითონ იმ ადამიანს ვინც არის დაზარალებული და ვინც იყო ძალიან მძიმედ დაჭრილი მას აქვს გარკვეული ეჭვები მაგრამ ეს მან უნდა თქვას მე მის ნაცვლად ვერ ვიტყვი არა ამაზე არ არის საუბარი თანხები მას არ უხსენებია ამიტომ ამას ვერ გეტყვი ქალბატონ თამარ ამ პოლიტდევნილთაციაში არიან იგივე ტერაქტში ბრალდებული პირები ტერაქტისთვის გასამართლებული პირები რამდენიმე ადამიანი ხო თუ არ ვწდები ევროსაბჭო აწესებს გარკვეულ შეზღუდებს ამ ადამიანებისთვის ტერაქტებში ბრალდებულებისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეს ხომ არ გახდა ერთ-ერთი ფაქტორი რის გამო ამ საქმეში იყო სხვა პრობლემა ამ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო და შესაბამისად მასალებზე წვდომა არ აქვს არავის ეს არის გასაიდუმლოებული საქმე ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა დღეს სხვათა შორის ოჯახის წევრებმა ჩვენ მოგვიტანეს განაჩენი მაგრამ განაჩენიდან გადაწყვეტილებით ასე თქვა დასკვნის გამოტანა ჩემი აზრით არის შეუძლებელი იმიტომ რომ საქმის მასალებს ჭირდება დეტალური შესწავლა საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო ჩვენ არ გვაქვს დაშვება საქმის მასალებთან ამიტომ ამ საქმესაც ესეთი საქმე არის როგორც კიდევ რამდენიმე სხვა საქმეც არის ასეთი გასაიდუმლოებული რომელსაც გრიფი ადევს ამ საქმეებს კიდევ სხვანაირი მიდგომა ჭირდება იმიტომ რომ ძალიან მძიმე ბრალდება არის ტერორიზმის აქტი როდესაც ზედება ადამიანს ბრალად შესაძლებელია ეს იყოს პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრი მაგრამ ამას ჭირდება სათანადო განხილვა იმ პირობებში როდესაც გრიფი საიდუმლო ადევს როდესაც არის ასეთი მძიმე ბრალდება და არ გვაქვს მასალებთან დაშვება ჩემი აზრით ესეც არის საქმე რომელსაც სერიოზული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს კომისია და სამწუხაროდ ჩვენ ეს სიფრთხილე და ეს ყურადღება ვერ ვნახეთ იმ პროცესში რა პროცესიც მიმდინარეობდა. სწორედ ამიტომ ჩვენ დავტოვეთ სამუშაო ჯგუფი, შემდეგ ჯგუფმა როგორ გააგრძელა მუშაობა ვერ გეტყვით, მაგრამ თითქმის უცვლელად და ასე ვთქვათ, სრულად აღმოჩნდა ის სია, რასიაც იყო თავდაპირველად წარმოდგენილი, თითქმის სრულად აღმოჩნდა მხარდაჭერილი. ჩვენი პრობლემა იყო კიდევ და ჩვენი ასე ვთქვათ, წუხილი იყო ერთი, რომ თუ კი ეს სია იყო ჩაფიქრებული, რომ აპრიორი უნდა დამტკიცებულიყო პარლამენტის მხრიდან, რა საჭირო იყო საერთოდ ასეთი სამუშაო ჯგუფის შექმნა, ჩვენ ვერ ხვდებით, საერთოდ პირდაპირ შეეძლო მაშინ პარლამენტს აეღო პასუხისმგებლობა და დაემტკიცებინა ეს სია ყოველგვარი შესწავლის გარეშე. თუ მაინც ყველა უნდა მოხვედრილიყო და თუ მაინც განხილვები ისეთი არ უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო საჭიროება. ამიტომ, არ ვიცი, საკმაოდ სამწუხაროდ ძალიან ცუდი პროცესი მიიღო. მე ფიქრობ, რომ
ამას შეუძლია ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო დონეზე, თუ პარლამენტი დროულად არ მიუდგება სერიოზულად ამ თემას. იმიტომ რომ თუ ჩემი აზრით, თუ ეს სერიოზული კითხვები გაჩნდა და ჩდება სერიოზული კითხვები ამ სიასთან დაკავშირებით, ეს მართლაც სამწუხაროდ ქვეყნისთვის გამოიწვევს ძალიან ცუდად აისახება ჩვენს რეპუტაციაზე და ჩვენს საქმიანობაზე. ამიტომ დიდი იმედი მაქვს პარლამენტი დროულად უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება. ჩემი შეთავაზება იქნებოდა და მე მქონდა რამდენიმე დეპუტატთან საუბარი, რომ არის საქმეები, რომელზეც არ ჩდება კითხვები, რომლებზეც თანხმდებით ძალიან ბევრი ორგანიზაცია და თითქმის ყველა, რომ ნამდვილად არის პოლიტიკურად მოტივირებული ეს საქმეები. პირველ ეტაპზე ეს საქმეები უნდა დააკმაყოფილოს, იმიტომ რომ თან სწრაფად მოხდეს და ის ადამიანები ასევე უსასრულოდ არიჯნენ ციხეში. ამიტომ ამ საქმეებზე რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს პარლამენტმა გადაწყვეტილება, ამ ადამიანების სია დამტკიცდეს და ისინი გათავისუფლდნენ, ხოლო საქმეები, რომლებზეც რჩება კითხვები, დამატებით იქნას, ოღონდ ნორმალურად იქნას შესწავლილი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში თქვენს ამ მოსაზრებას ყავს ხარდაჭერები. მე იცით როგორ არის, რამდენიმე დეპუტატთან ჩვენ გვქონდა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ალბათ განიხილება ეს როგორც ერთ-ერთი ვერსია, თუმცა უნდა ვნახოთ 5 დეკემბერს არის სესია ჩანიშნული და 5 დეკემბერს რა სია გავა, ამაზე არის დამოკიდებული ამ პრინციპში 5-ში გადაწყდება. კაპიტან თამარ, როდესაც თქვენ დატოვეთ სამუშაო ჯგუფი, ეკაბესილიამ გააკეთა განცხადება, რომ როდესაც ეს ორგანიზაციებიც მოგიწოდათ უბრალოდ რომ თხილი განცხადებები გაგიკეთებინათ პოლიტდევნილებთან დაკავშირებით და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რადგანაც თითოეული მათგანის ყოფნა საპატიმროში ან საზღვარგარეთ პოლიტდევნილის სტატუსით არის ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და დააზარალებს ეს ქვეყანას. რატომ არ გააკეთეთ ფრთხილი განცხადებები და ხომ არ იჩქარეთ სამუშაო ჯგუფის დატოვება? არა, და რაც რო გადის, სულ უფრო მეტად ვწმუნდებით, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ვიდრე საჯარო განცხადებას გავაკეთებდით თვითონ ჯგუფში, ყველანაირად ვცადეთ, რომ პროცესი წასულიყო ნორმალურად, ამას ვერ მივაღწიეთ. ქალბატონი ეკა ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ პროცესი ძალიან ცუდად და ზედაპირულად მიდიოდა და მაინც ვერ მივაღწიეთ შედეგს, უბრალოდ სხვა გზა არ რჩებოდა, გარდა იმისა, რომ დაგვეტოვინა თუ რამე აზარალებს ეხლა ქვეყნის იმიჯს და ამ პროცესს. ეს არის ის ზედაპირული მიდგომა, რაც ამ დრომდე ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოიჩინა ამ საკითხის მიმართ და არა ის, რომ ვიღაცა პასუხისმგებლობით მოეკიდა. ანუ გამოდის, რომ პარლამენტი გვეუბნება, რომ მართალია ჩვენ უხარისხოთ ვაკეთებთ რაღაცას, მაგრამ ამაზე თქვენ ჩუმად იყავით და ნურაფერს ნუიტყვით და უბრალოდ ნურავის გავაგებინებთ, რომ ეს უხარისხოთ გაკეთდა. მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ნამდვილად არც დაიმალებოდა და არც უნდა დამალულიყო ასეთი საკითხი და შესაბამისად მოუწოდებ პარლამენტს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. გუშინაც რაღაცა ვისმენდი განცხადებებს ქალბატონი ეკასგან, რომ გარკვეული თითქოს ჩვენ რაღაცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ვაკეთებთ განცხადებებს და ასე შემდეგ. მე ეს არ მგონია მისი მხრიდან და საერთოდ ხელისუფლების მხრიდან სწორი მიდგომა. სამწუხაროდ წინა ხელისუფლება იყო ასე განწყობილი და ხშირად აიგნორებდა ჩვენს კრიტიკას და სამართლიან კრიტიკას იმის გამო, რომ გვაბრალებდა, რომ რაღაცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობდით. არანაირი ჩასაფრებულის პოზიცია არაფერ შუაში არ არის. ეს არის ნორმალური პროცესი, თუ კი რაღაცა არასწორად ხდება, ეს რაღაცა იმსახურებს კრიტიკას და ამ კრიტიკას უნდა სათანადო ყურადღებით მოკიდება. ამიტომ ეს არის მე მოუწოდებდი, ვთხოვდი საქართველოს პარლამენტს და სხვათა შორის მე მაქვს ინფორმაცია, რომ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტის წევრების ეთანხმება იმას, რომ ჩვენ დავტოვეთ. მე ყოველ შემთხვევაში ესეთი განცდა მაქვს და ეთანხმება იმას, რომ გარკვეულწილად პროცესი ისე არ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო და საჭიროება არის, რომ ეს გამოსწორდეს. ამიტომ მე პირიქით მოუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთ სერიოზულ პროცესებს, როგორც არის თუნდაც პოლიტიკური პატიმრების შედგენა, თუნდაც ამინისტია და სხვა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები. ნანა კაკაბაძე ამბობდა, რომ მიზეზი რის გამოც გაიწელა დროში პოლიტპატიმართა სიის დამტკიცება იყო ის, რომ მოქმედი ხელისუფლება იყო უმცირესობის გავლენის ქვეშ. თქვენ ეთანხმებით ამ შეფასებას, უმცირესობას რა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ეს პროცესი გადაიწყო? მე არ ვიცი საერთოდ რას გულისხმობს ნანა კაკაბაძე თავის განცხადებებში, იმიტომ რომ რაღაც უცნაურ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის ხო არ ვიცი, ვერ გეტყვით ნამდვილად. პროცესი გაიწელა იმის გამო, რომ სხვათა შორის თვითონ სამუშაო ჯგუფშიც და ქალბატონ ნანასაც აქ გადამწყვეტი როლი ჰქონდა. ის დრო, რაც იყო გამოყოფილი, ნაცვლად აი ეს რაღაცა გაურკვეველი დაპირისპირებებისა, რომ დახარჯულიყო მართლაც საქმეების დეტალურ განხილვაში და მართლაც 24 საათიან რეჟიმში, რომ მომხდარიყო საქმეების შესწავლა, შესაძლებელი იყო რაღაცების მოსწრება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ რეალური სამუშაო პროცესი წარმართულიყო, სამწუხაროდ ჩვენ სანამ ვიყავით
კომისიაში ამას ხაზი მინდა გავუსვენ, რომ როდესაც გამოვედით, მე როგორ მიდიოდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ სადაც ვიყავით, იყო ძალიან ზედაპირული ეს ყველაფერი. ამიტომ მე არ მესმის ვერ ხვდები რას გულისხმობს ამ. გავდოთ თამარ, საკმაოდ ისეთი ხმაური მოხდა თვითონ პოლიტიკურ სპექტრშიც განცხადებას, რომ სამშოუ ჯგუფიდან ინფორმაციები მიდიოდა კონკრეტულ პატიმრებამდე და შემდეგ იქიდან იყო რაღაც ერთგვარად შანტაჟის ენით საუბარი. თქვენ ეხლაც ბრძანეთ, რომ ამ მთელ ამ პროცესში ამ კომისიაშიც ძირითადი თავარი სიტყვა შეიძლება ითქვას ეკუთვნოდა ნანა კაკაბაძეს. მე მაინტერესებს თვითონ ამ კომისიის დაკომპლექტების პრინციპი, რატომ ეკუთვნოდა დაუშვათ გადამწყვეტი როლი, რატომ დაეკიცა იგივე ქალბატონ ნანა კაკაბაძეს და ინფორმაციები, რომელიც ახლაც თუ გრძელდება პროცესი, როდესაც ციხის ხო, პირველ რიგში მე არ მithქვამს ის, რომ ჩვენზე მოხდა რაღაცა ზეწოლა ან შანტაჟი ან ასე შემდეგ, ეს ინტერპრეტაცია ჩემს განცხადებას მიეცა უმცირესობის მხრიდან, მე ეს არ მithქვამს. მე ვთქვი, რომ ინფორმაციების მიწოდება ხდებოდა მსჯავრდებულებისთვის. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ კი, ზარები იყო, მაგრამ ეს არ იყო შანტაჟის და მუქარის ზარები. ანუ ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ვართ სასჯელო ახსნების დაწესებულების მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ჩვენ შეგვიძლია სასჯელო ახსნების დაწესებულებებში შესვლა და პატიმრებთან შევდივართ და ვესაუბრებით. ჩვენ ვიყავით შესულები რამდენჯერმე და აღმოჩნდა, რომ სამუშაო სწორედ ასეთი მონიტორინგების შედეგად გამოიკვეთა, რომ სამუშაო პროცესში დასმული კითხვების შესახებ ძალიან დეტალური ინფორმაცია ჰქონდათ მსჯავრდებულებს და ამას ვერავინ ვერ მიაწვდიდა თუ არა რომელიმე კომისიის წევრი. მე არ ვიცი ზუსტად ვინ აწვდიდა ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ინფორმაციის მიწოდებები ჰქონდა. რაც შეეხება ქალბატონ ნანას, მას რაღაცა ესეთი ფორმალურად რაღაცა ესეთი წამყვანი სტატუსი ამ კომისიაში არ გააჩნია, ის არის ერთ-ერთი რიგითი წევრი, მაგრამ ის წარმოადგენს ჰელსინკის ჯგუფს, რომლის მიერაც არის შედგენილი ის სია, რა სიითაც ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფი. ანუ ძირითადი სია, რომელიც იყო წარმოდგენილი, იყო მის მიერ შედგენილი, ასე ვთქვათ და იმ ორგანიზაციის მხრიდან არა, ის უპირატესობა ჰქონდა თქო, არ ვამბობ, მე ვამბობ, რომ ის იყო უბრალოდ აქტიურად ემხრობოდა იმ იდეას, რომ დეტალური განხილვები და ასე ვთქვათ, არ ყოფილიყო. ისეთი დონით და ისეთი დოზით განხილვები, როგორიც ჩვენ მიგვაჩნდა საჭიროდ პოლიტიკური мотиваციის დასადგენად, ასე ვთქვათ, პროცესი ასე არ წასულიყო. უბრალოდ ის აქტიური წევრი იყო და არა რაღაცა ესეთი ხელმძღვანელი ან რაღაც. აქედან გამომდინარე, რომ საერთო პირები, რომლებიც მოხდნენ სიაში, ამდენ შეიძლება რომ ნაკაკაბაძის მიერ ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგანაც როსიკისებს წარმოდგენილი ის არის საქართველოში. ვერ გეტყვით, მე გეუბნებით, რომ ის სია, რომელიც დაიდო, ანუ თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები, იმიტომ რომ სია დაიდო, 186 თუ არ მეშლება ადამიანი იყო ამ სიაში, ეს იყო ჰელსინკის ჯგუფის მიერ შემუშავებული სია, ამ სიაში იყო ადამიანები, რომლებმის მიერ არანაირი კითხვები არ ჩნდებოდა, იმიტომ რომ ან ჩვენ, ან კონსტიტუციის 52 მუხლს, ან ადამიანის უფლებათა ცენტრს, ან რომელიმე ორგანიზაციას რაღაცა დასკვნა ჰქონდა მომზადებული, ან იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში მოხვედრილი როგორც პოლიტიკური პატიმარი და შესაბამისად იყო საქმეების რაოდენობა საკმაოდ დიდი სხვათა შორის, რომელსაც არანაირი კითხვები არ ჩნდებოდა. იყო საქმეები, რომლებსაც სჭირდებოდა დამატებითი განხილვა. როგორ მოხდა და ვინ როგორ მოხდა ამ სიაში, ამაზე მე პასუხი არ მაქვს, ამაზე უნდა გიპასუხოთ იმ ორგანიზაციამ, ვინც შეადგენა სია. ქალბატონო თამარო, გუშინ პრესკონფერენცია ამავე დარბაზში ჰქონდა ლევან პირველს, რომელიც აცხადებდა, რომ სწორედ პირადი ნაცნობების მხრიდან პირადი ნაცნობებით შეიქმნა ეს სია და თვითონ არ აღმოჩნდა პოლიტდევნილთა სტატუსი ვერ მოიპოვა. თქვენ როგორც იურისტ გეკითხებით, მიგაჩნიათ რომ ლევან პირველი მართლა პოლიტდევნილია? თუ ის სასამართლოს და მართლმსაჯულებას თავს არიდებს და სწორედ ამიტომ დატოვა ქვეყანა თავის დროზე. კი, ანუ ამას აქვს ორი მხარე აქვს, ერთი აქვს სამართლებრივი მხარე და მეორე აქვს კიდევ ასე ვთქვათ მორალური მხარე. სამართლებრივი კუთხით მე ვფიქრობ, რომ ვერანაირად ვერ იქნება ის ვერც პატიმარი, ვერც პოლიტდევნილი, იმიტომ რომ ის წინააღმდეგ მე რამდენადაც ვიცი და თვითონაც ამბობს, რომ არანაირი სისხლის სამართლებრივის დევნა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა და არც მსჯავრდებული არ არის და შესაბამისად იმ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს რა ნიშნით შეიძლება რომ პოლიტდევნილის ან პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭოს. არის კიდევ მეორე მხარე, საზოგადოებაში პირიქით არსებობდა სერიოზული კითხვები მის პიროვნებასთან მიმართებით და იყო საუბარი იმაზე, რომ მის მიერ ჩადენილი გარკვეული ქმედებები არ იყო სათანადოდ გამოძიებული. ამიტომ სერიოზული სიურპრიზი იყო ჩემთვის მისი განცხადება მის პოლიტდევნილობასთან დაკავშირებით.
ჩაიკითხებით აქ ქავტონთან თქვენ ბრძანეთ რომ თუ კი პარლამენტი დაამტკიცებს მთლიანად ამ სიას პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების სიას შესაძლოა ამან აზარალოს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე მე მაინტერესებს კონკრეტულად რაც გულისხმობთ რა გამოხმაურება შეიძლება მოხდეს იგივე საერთაშორისო საზოგადოებისგან საერთაშორისო საზოგადოება უკვე ძალიან სერიოზულად ინტერესდება ამ პროცესით ძალიან სერიოზულად არიან ამ საკითხებით დაინტერესებული და მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სწორედ ამიტომ იმაჩნია რომ პარლამენტი მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ამ თემას რაში იქნება გამოხატული კონკრეტულად მაგალითად თქვა სხვადასხვა იმედია რომ არანაირი პრობლემა არ მოხდება და იმედია რომ არაფერი არ დაზარალდება ამით იმიტომ რომ პარლამენტი თვითონვე გამოასწორებს ამ პროცესს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ თუ კი ის კითხვები დარჩა რა კითხვებიც არის და ეს არ არის მხოლოდ ჩვენს მიერ დასმული კითხვები ბოლო-ბოლო თვითონ პოლიტპატიმრები ამბობენ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რომ იქ არიან ადამიანები რომელთა გვერდით ყოფნაც მათთვის მიუღებელია ამიტომ მე მგონია რომ ეს ყველაფერი უბრალოდ როგორც მინიმუმ ქვეყნის იმიჯს დააზარალებს და ძალიან სამწუხარო იქნება მე არანაირად არ მინდა რომ ეს მოხდეს და სწორედ იმიტომ ვაქტიურობთ ჩვენ და სწორედ იმიტომ ვაკონტაქტებით პარლამენტს და იმიტომ ვაკეთებთ ყველაფერს რომ ეს იყოს თავიდან აცილებული და დროულად მიიღოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება ვიდრე ამ შეცდომის დაშვება მოხდება. თქვენი ინფორმაციით რომელი პირველად იყო დადგენილი შეიძლება თუ არ შეიძლება რომელი რას გულისხმობს სიები? არ ამინისტიას მეკითხებით? კი, ამინისტია ნამდვილად შეიცვლება, ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ უკვე გვაქვს ინფორმაცია რომ არის სხვა ვერსია განიხილება ეხლა უკვე საკომიტეტო მოსმენაზე. არ ვიცი, არ მაქვს, ფიზიკურად არ მაქვს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა მთელი ეს წუხილები, რომ თქვათ რაღაცა როგორ მოხდა მუხლების შერჩევა, რომ თქვათ ძალიან შეიძლება პირთა ძალიან ფართო წრეს შეეხებოდეს ეს ყველაფერი. მე არ მინდა რაღაცა манипуლირება დავიწყო, მაგრამ პირველადი ვერსია შეიძლება 10,000-15,000 ადამიანზე ყოფილიყოს, ანუ ძალიან დიდ ციფრზე იყო საუბარი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომ მათ შემდგომ უნდა შეძლონ კრიმინოგენური ვითარების მართვა და კრიმინალი არ უნდა გაიზარდოს ქვეყანაში და შესაბამისად მათი მხრიდანაც იყო ჩემი აზრით ძალიან ადეკვატური შენიშვნები. ამიტომ ფაქტიურად გამოდის, რომ ჩვენი და მათი პოზიცია ამ შემთხვევაში კითხვები ალბათ ამ შემთხვევაში ემთხვევა ერთმანეთს. ნახოთ საბოლოო გადაწყვეტილება როგორ იქნება. საკომიტეტო ჩვენი დასკვნა პარლამენტს პირველადი დასკვნა საქართველოს პარლამენტს წერილობითი უკვე წარუდგინეთ საჯარო განცხადებებიც გავაკეთეთ საკომიტეტო მოსმენებს ვესწრებით კიდევაც და საჯაროდ გადაიცემა და ამასაც თვალყურს ვადევნებთ როდესაც თქვათ ვნახავთ უკვე განახლებულ ვერსიას ამინისტიის თუ შენიშვნები გვექნება ისევ მივაწვდით ჩვენ წერილობით დასკვნას პარლამენტს თქვენ იცით რომ ეს არის ამინისტია არის ჩვეულებრივი კანონი ანუ მას სჭირდება სამი მოსმენით მიღება საკომიტეტო დონეზე და შემდგომ სამი მოსმენა პლენარულ მოსმენაზე ეს ჩემი აზრით დაჭირდება ალბათ თქვა სესიის ბოლომდე ვინაიდან ეს საკმაოდ რთული პროცესია სესიის ბოლომდე შეიძლება ვერ მოხდეს მისი მიღება ნუ დეკემბრის შუა რიცხვებამდე ალბათ დაახლოებით პირობითად იმიტომ რომ სესიები როგორ არის ჩანიშნული, ამასაც მნიშვნელობა აქვს, სამი მოსმენა აქვს გასავლელი სესიაზე. ალბათ კი, თვითონ გეგმავენ რომ ახალ წლამდე მოხდეს ეს, ანუ სავარაუდოდ ახალ წლამდე უნდა მოესწროს. პოლიტპატიმრებიც ასევე, იმიტომ რომ პოლიტპატიმრების ერთი ეტაპი არის სიის დამტკიცება და მეორე ეტაპი არის თვითონ ამინისტიის, ანუ პარლამენტი გეგმავს რომ ჯერ დაამტკიცოს სია და შემდეგ გააკეთოს ამინისტია და ვინც ამ სიაში იქნება, ყველა პირი გათავისუფლდეს. ანუ პოლიტპატიმრების საკითხსაც სჭირდება ფაქტურად სამი მოსმენის გავლა, მაგრამ მანამდე უნდა მოახდეს სიის დამტკიცება. მე მოგახსენეთ, ჩვენი ხედვა რა არის და ჩვენ რას ვთავაზობთ პარლამენტს, ის რომ რომელ საქმეებზეც კითხვები არ არის და გამოკვეთილია პოლიტიკური მოტივი, ის პირები რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ და მათ საქმეებზე სწრაფად იყოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე არის ამ ადამიანების დარჩენა საშეახსრებით დაწესებულებაში და მართლაც ეს მართალია ყველა დღე მათთვის არის სერიოზული ტრავმა და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება. ამიტომ რაღაცა ბალანსი რომ დავიცვათ და თან ამ ადამიანების ინტერესები დავიცვათ და თან ქვეყნის ინტერესები და ზოგადად რაღაცა პროცესი არ დაზარალდეს, ვის საქმეზეც არ არის კითხვები, ვისი საქმეებიც მოხდრილია საერთაშორისო დასკვნებში ან რომელიმე ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნებში, ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ რაც შეიძლება სწრაფად და მეორე ეტაპი იყოს უკვე იმ საქმეების განხილვა, რომელზეც გარკვეული კითხვები არსებობს. არაფრის